მოგესალმებით, დღე მეხუთეში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მონაცემთა ტიპებზე JavaScript-ში. JavaScript-ში არსებობს სხვადასხვა ტიპის მონაცემები, რომლებსაც ყოველდღიურად შევხვდებით. მოდით, თან სწრაფად და თან ცოტა ნელა გადავხედოთ მათ, ოკეი? პირველი ეს არის string-ი, ქართულად. მას შეგვიძლია რომ დავუდგახოთ stricon-ი, რომელიც გამოიყენება ტექსტისთვის. მაგალითად, მოდი შევხედოთ. Let name, უკვე ვიცით let რა არის. ხო, მაგალითად სახელი ავიღოთ თემური. და შესაბამისად ეს არის ჩვენი string-ი. name არის თემური. string-ი შეგვიძლია დავადეფაინდოთ ასევე, მაგალითად let another name უდრის და ამ შემთხვევაში ხო, ანუ ვიტობ წყალით თემური აი ესე. და ასევე შეგვიძლია დახრილი ხაზითაც დავადეფაინდოთ, რომელიც არის escape-ზე, ხო, ანუ keyboard-ზე, თუ არ ვიცით, escape-ის ქვემოთ არის ეს დახრილი ხაზი, let one more name აი ესე და ესეც თემური. აი ეს. შესაბამისად ეს არის ჩვენთვის, ხო, ეს ტერმინალის კონსოლის გასვლა თუ გსურს, შეიძლება ესე გავასრულოთ. ესეც შეეხება strings, შესაბამისად კიდევ ერთხელ string-ები, stricon-ები იწერება ბრწყალებში, შეიძლება იყოს ერთმაგი, ორმაგი ან დახრილი ხაზის და შესაბამისად ეს გამოიყენება უფრო ტექსტური მონაცემებისთვის. ტექსტური მნიშვნელობებისთვის იქნება უფრო სწორი. შემდეგი ეს არის number-ი, ხო, ჩვეულებრივად რიცხვი, რომელიც გამოიყენება რიცხვებისთვის და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ხო, ნებისმიერი რიცხვი მნიშვნელობაში, მნიშვნელობის კლასტერში ექცევა ჩვენი number. მაგალითად, let age შეიძლება იყოს 25. ეს. დემოს გადავარეფრეშებ მე თან. გავიარეთ string-ი, გავიარეთ number-ი, შემდეგი არის boolean. Boolean-ი გვაქვს ორი სახით, ორი მნიშვნელობით, true and false მნიშვნელობით. მაგალითი დავწეროთ let is logged in, რაც არის true მაგალითად. ან let is logged out არის false. ამ ორი მნიშვნელობის გარდა boolean-ი არ არსებობს JavaScript-ში, შესაბამისად გვაქვს მხოლოდ ეს ორი. შემდეგი არის undefined, შეგვიძლია ქართულად უწოდოთ როგორც სიცარიელე, როგორც გაურკვეველი, რაღაცა მსგავსი. ეს არის როდესაც სვლადი არის, როდესაც გამოცხადებულია, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული და ამას მოდი უფრო მეტად შევღმავდები. მოდი ჯერ გადავუაროთ, ხო? და მერე აი ამ ორ ვარიანტს, undefined და null შორის პატარა advanced spoilers გაგიკეთებთ. ამ შემთხვევაში შემიძლია დავადეფაინდო let x-ი, ესე, და x თუ გამოვიძახებ, ნახავ რომ არის undefined-ი, ანუ არის გაურკვეველი, ხო? სიცარიელე, არაფერი მნიშვნელობა მას არ გააჩნია. ასევე გვაქვს let empty, არა? empty value და ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს null-ი. null-ი არის უფრო ნულოვანი, ესე შეგვიძლია როგორც სიცარიელე ისე წარმოვიდგინოთ, მიუთითებს, რომ განზრახ გვაქვს ცარიელი მნიშვნელობა მითითებული და კი ბატონო, ამას უფრო მეტად ჩავშლი. ასევე გვაქვს ობიექტი, რომელიც არის საკონძო მნიშვნელობათა წყვილების კოლექცია. უფრო კარგად რო ავხსნა და გასაგებად, ეს არის ობიექტი, როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაცა კომპლექსური მონაცემი და შესაბამისად გვსურს ეს კომპლექსური მონაცემი უფრო მარტივ მომრავლებად ჩავშალოთ, უფრო მეტად გამოვყოთ თითოეული key ელემენტი და key-ს სწორედ ამიტომ ქვია. ეს არის ჩვენთვის ჩვენი ობიექტი. აი მაგალითად ყავს user-ი, ხო? let user და ამ შემთხვევაში users შეიძლება გააჩნდეს name-ი მაგალითად თემური
და ასევე შეიძლება გააჩნდეს age-იც. 25. აქ შეგვიძლია რომ გამოვყოთ ესეთი ნიშნით და შესაბამისად თუ გამოვიძახთ users, აქ ნახავ უკვე ჩვენი user-ის, რომელიც სიტყვაზე დარეგისტრირებულია ჩვენს ვებსაიტზე, ხო, კომპლექსურია, იმიტომ რომ user-ის შეიძლება ბევრი რაღაც ქონდეს, ამ შემთხვევაში ორი რაღაც აქვს, მაგრამ აქ შეიძლება იყოს მაგალითად email-ი, შეიძლება იყოს nickname-ი, ასევე შეიძლება იყოს password-ი, ხო, რომელიც დააშული გვაქვს ხოლმე და კიდევ ბევრი რაღაც. ამ შემთხვევაში ორი გვაქვს, სახელი და age-ი, ამ ორის ერთობლიობა ერთად ქმნის users, რომელიც არის კომპლექსური მარაძე. კი ბატონო. ასევე გვაქვს array, ქართულად ვეძახით massives, ელემენტების სია, მაგალითად let numbers იქნება 1, 2 და 3. აი ეს. შესაბამისად ეს არის მონაცემთა კოლექცია. ამ მონაცემთა კოლექციაში შეიძლება იყოს ზემოთ აღნიშნული და მაგალითად boolean-ი, მაგალითად შეიძლება იყოს null-ი, შეიძლება იყოს undefined-ი, შეიძლება ობიექტიც იყოს, შეგვიძლია რომ array-ში შიგნით გქონდეს array, ნებისმიერი სახის. ეს არის უბრალოდ მონაცემთა კოლექციის ერთობლიობა. ეხლა მე ვთქვი, ხო, advanced spoiler-ი, null-ს და undefined შორის რა განსხვავება არის? იდეაში რო წარმოვიდგინოთ, ხო? პირველ რიგში, სუფთა JavaScript-ს თუ მივყვებით, undefined-ი არის primitive type-ი, null-ი არის ობიექტი. მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს, იმიტომ რომ ორივე ნიშნავს სიცარიელეს, უბრალოდ მთავარი განსხვავება, რაც მათ შორის არის, ეს არის, რომ undefined-ი არის, როდესაც მე ელემენტს ვადეფაინდებ და ჯერ არ მაქვს კონკრეტულად value გაწერილი და სხვა დეველოპერისთვის, ან თუნდაც ჩემისთვის მომავალში, ეს არის იმის ნიშანი, რომ ოკეი, გაეწერება ამას რაღაც value და ამისთვის არის კონკრეტულად შექმნილი, ან თუ მაგალითად რაღაცა მონაცემს ველოდები სერვერიდან, ან საიდანაციდან, ან outside, ხო, გარე სამყაროდან, მაგ შემთხვევაში თუ დავიბრუნდეთ undefined ნიშნავს, რომ რაღაცა არასწორად ხდება. ხოლო null-ი არის კონკრეტულად დეველოპერის მიერ გაწერილი სიცარიელე, ნულოვანი მნიშვნელობა, სადაც კონკრეტულად დეველოპერი მიუთითებს, რომ ოკეი, აქ მინდა რომ იყოს სიცარიელე. და ეს უნდა იყოს ნიშანი ჩემთვის, მომავალში, ჩემ პროექტში, თუ მე გავწერე ეს, ან თუნდაც სხვა დეველოპერისთვის. ოკეი? კარგი მეგობრებო, ეს არის ჩვენი მონაცემთა ტიპების JavaScript-ში, რაც შეიძლება მოკლედ. მომავალ შეხვედრამდე. დროებით.